სალამი მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას, ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები, ჩვენ ვამთავრებთ მე 66-ე ნაწილს, რომელიც 2017 წლის 20 აგვისტოს იქნა ჩაწერილი. უნდა გითხრათ ამ დროისათვის უკვე არა მარტო YouTube-ის მსახურება, არამედ online მსახურებაც, ინტერნეტ მსახურებაც უკვე დაწყებულია. და ამაზე მადლობა სუხთის ქალბატონი, რომელიც შემდეგ კითხვას დასვავს, რომელიც ეხება პასტორის უფლებამოსილებას. და მე უნდა აღვნიშნო, ჯონ მაკარტური ამბობს, რომ მას არ უყვარს ტიტულები და რაღაც წოდებები, რომლებიც ძალიან ბევრს აქვს, ითით პროფესორს ამბობენ, ზოგი ამბობს რევრენტი, რაღაცა მოწიწებით. ჯონ მაკარტურს, მაგალითად, შავკანიანი ჰიპ-ჰოპის რეპერი მისი მრევლი ჯეიმაკი შეარქვეს, ჯეიმაკი, ანუ ჯონ მაკარტურის შემოკლებით და ძალიან კომფორტულად გრძნობს თავს. ასე რომ ძმა ჯონსაც ეძახიან, პასტორი ჯონი არ უფრო ხშირად, როცა მიმართავენ ხოლმე მას და ჯონი. წარმოვიდგინეთ ესეთი ადამიანი, რომელიც არ იმაშვებოდა თავმდაბლობის ძალიან იმას ავლენს და ეს დღეს ძალიან იშვიათია. თუნდაც იმ ახალგაზრდებში, რომელსაც მისი ირგვლივ ხედავდი მე, ასე რომ ის ძალიან კაი მაგალითი იყო ამ კუთხიდან, მიუხედავად იმისა, მისი ცოდნისა და იმისა და ეხლა მოусმინოთ რა კარგ პასუხს გაცემს ქალბატონ ჰედერს. ჰეტერი, ჩვენი შეიძლება ეთერიც აქედან მოდიოდეს, ხო? ასე რომ ჰედა ესე არის, ხო? შეიძლება ესთერის შემოკლებული ვარიანტიც იყოს ეს ინგლისურში. რამდენად მოითხოვება ეკლესიის წევრს დაემორჩილოს თავის მოძღვარს, რა ავტორიტეტი აქვს მას მრევლზე. ასე რომ მოდით მოусმინოთ, სალამი ჯონ, მე მოგესალმებით, მე მქვია ჰედერი, გამარჯობა ჰედერ. პირველ რიგში მინდა მადლობა გადაგიხადოთ თქვენი მსახურებისათვის. ღმერთმა ბოლო რამოდენიმე წლის განმავლობაში ძალიან ხშირად გამოიყენა თქვენი ონლაინ ტრანსლაცია, როგორც ჩემთვის, ასევე ჩემი ოჯახის წევრებისათვის. ძალიან კარგი. მე თუმცა ერთი კითხვა მაქვს, რომელიც მაწუხებს. რამდენად მოეთხოვება ეკლესიის წევრს დაემორჩილოს თავის მოძღვარს? რამდენად დიდი უფლებამოსილება აქვს მოძღვარს თავისი მრევლის ცხოვრებაში? და ჯონ მაკარტური ამბობს, არანაირი უფლებამოსილება. პირადად მე არ მაქვს უფლებამოსილება ამ ეკლესიაში. ჩემი პოზიცია და გამოცდილება არ მაძლევს არანაირ უფლებამოსილებას. ჩემი ცოდნა არ მაძლევს არანაირ უფლებამოსილებას. ჩემი განათლება არ მაძლევს არანაირ უფლებამოსილებას. მე არ მაქვს უფლებამოსილება. ჩემი თანამდებობა არ მაძლევს არანაირ უფლებამოსილებას. ჩემი ტიტული არ მაძლევს არანაირ უფლებამოსილებას, ამიტომაც არ მიყვარს მე ტიტულებით ჩემი გვარი და სახელის წარმოჩენა. მხოლოდ ღვთის სიტყვას აქვს უფლებამოსილება. ქრისტე არის ეკლესიის თავი და ის თავისი სიტყვით ახორციელებს თავის მმართველობას ეკლესიაში. ასე რომ მე არ მაქვს უფლებამოსილება, მე არ მაქვს წმინდა წერილის მიღმა რაიმე ძალაუფლება და ვერასოდეს ვერ გადავახტები დაწერილს, რომელიც პირველ კორინთელთა წელში პავლე მოციქული ამბობს, ხო? 4:6 მოიტანა მან. მე 4 თავის მე-6 მოხდა. მე თლიანად ამ ადგილს წაგიკითხავთ. ისე უნდა ჩაგთვალოს ადამიანმა, როგორც ქრისტეს მსახური და ღვთის საიდუმლოთა მნენი. მნეთაგან კი მოითხოვენ, რომ ერთგული იყოს. ჩემთვის კი ნაკლებად მნიშვნელოვანია თქვენ განმიკითხავთ თუ ადამიანთა სამშაურო. მე თვითონაც არ განმიკითხავ საკუთარ თავს. თუმცა არაფერში მომხელს სინდისი, ამით მაინც არ მართლდები, რადგან უფალია ჩემი განმსჯერი. ამიტომ ნუ განსჯით დროზე ადრე, სანამ უფალი არ მოვა, რომელიც გაანათებს ბნელში დამალულს და გამოაჩენს გულის რახვებს. მაშინ მიიღებს თითოეული ქებას ღვთისაგან და აი ახლა მე-6 მუხლი, რომელიც ჯონ მაკარტურმა ახსენა. ეს კი ძმებო, თქვენი გულისათვის თქვი ჩემი და აპოლოს მაგალითზე, რათა ჩვენგან ისწავლოთ, რომ დაწერილს არ გადახვიდეთ. აი ამაზე იყო, რომ დაწერილი რაც არის, რომ არ გადახვიდე. იმაზე მეტი არ უნდა იმასაკნა. და ერთმანეთს არ გაუყოყოჩდეთ. მე-7 მუხლი, რადგან ვინ განგვასხვავებს, ან რა გვაქვს, რაც არ მიგიღია, ხოლო თუ მიიღე, რად იკვეხნი, თითქოს არ მიგეღოს? ძალიან რა ვიცი, საოცარია პავლესთან ყველა ფარხმალს ყრის აბსოლუტურად. ასე რომ ჯონ მაკარტური გაგრძელებს, ამის გაკეთება ნიშნავს გახდე რომ უფლებამოსილება და გადაახტე წერილს, ამის გაკეთება ნიშნავს, რომ გახდე ამპარტავანი. თავი უფრო მაღლა ადამიანად ჩათვალო, ამას ამბობს სწორედ პავლე. ასე რომ მე არაფერი მაქვს თქვენთვის სათქმელი ისეთი, რაც რაიმე მოთხოვნას დაგაკისრებთ. თუ ეს ღვთის სიტყვიდან არ არის. და თქვენ ალბათ საუბრობთ რაიმე გამოცდილებიდან, როდესაც იგრძენით, რომ თქვენზე ან თქვენ ნაცნობზე ვიღაცა პასტორმა გარკვეული რაღაცა ძალაუფლება გამოაჩინა ალბათ, ხომ?
უნდა შეგახსენოთ, რომ როგორც პასტორებს, მიუხედავად იმისა, რომ უფალმა ჩვენ აგვამაღლა, მოგვცა ასეთი პასუხისმგებლობა, ჩვენ არ აგვაქვს ადამიანზე პირადი ძალაუფლება. თუ მეგეუნებით იმას, რაც ღმერთმა თქვა მის სიტყვაში, ეს იმის ძალაუფლებაა, ხომ ასეა? მაგრამ მე არ შემიძლია გადავახტე და რამე გადავაჭარბო ამ წერილს. მე ვერაფერს თქვენ ცხოვრებაზე ვერანაირად მითითებას ვერ მოგცემთ. შემიძლია მოგცეთ სიბრძნე, თუ მკითხავთ, მაგრამ შეიძლება მე არ მქონდეს ძალიან დიდი სიბრძნე. ვიღაცას უფრო მეტი სიბრძნე ქონდეს. მაგალითად, თქვენ უფრო მეტ სიბრძნეს გაიგებთ ჩემი საყვარელი ცოლისაგან, პატრიციასაგან, ძალიან ბევრ საკითხზე, ვიდრე ჩემგან. ბევრ საკითხში მან უფრო ბევრი იცის ვიდრე მე. მაგრამ ის ამბიონზე არ არის, აქ არ არის, ხო, კათედრაზე. მაგრამ მასაც აქვს სულიერი გამჭრიახობა და სულიერი სიბრძნე. და თუ რამე რჩევას ან სიბრძნეს ითხოვთ, ჯობია მას მიმართოთ და ბევრ საკითხში ჩემსაც ჯობია მისი სიბრძნე. ამიტომ მოძღვარს თავისთავად არ აქვს ძალაუფლება და უფლებამოსილება. ნახეთ, მოусმინეთ რას ამბობს პავლე? ვინ არის პავლე? ვინ არის აპოლოსი? ვინ არის კეფა? ამიტომ ჩვენ არაფერი ვარ თუ პავლე ამბობს. ეს ყველაფერი ქრისტესია, ეს ყველაფერი სული წმინდას ეკუთვნის და ეს ყველაფერი წმინდა წერილის დამსახურებაა. კარგით? დიახ, მადლობა ჯონ. არაფრის.